დოკუმენტების თანახმად უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილ პროცესში მნიშვნელოვანი როლი აქვს ეგრეთ წოდებულ ალასანიას უნივერსიტეტს. ირკვევა, რომ საქართველოს უნივერსიტეტს აქციების დაფინანსების საკუთარი სქემა აქვს. ეს საბა ჯაჯანიძეა, საქართველოს უნივერსიტეტის ყოფილი თანამშრომელი და აქტივისტი. საბა ჯაჯანიძე შეპესე სოლვიოს, შეპესე სნეპსოთვი არის დამფუძნებელი და დირექტორია, სადაც 40% თავად ფლობს, 60% კი საქართველოს უნივერსიტეტი. ჯაჯანიძეა შეპესე ფორბრეინის დირექტორიც, რომლის 20%-იან წილსაც შეპესე სოლვიო ფლობს. 2025 წლის იანვარ-ივლისში მისი კომპანიის ანგარიშზე საქართველოს უნივერსიტეტიდან დაახლოებით 9 მილიონი ლარი ჩაირიცხა. ეს ფული კი კომპანიებიდან სტუდენტ აქტივისტებზე გადანაწილდა. გაშიფრული ტრანზაქციების მიხედვით ჯაჯანიძეს რადიკალური აქციების მსვლელობისას შეპეცე Digital Ledger Technologies-გან, რომლის 87.5%-ს თაღლითობაში ბრალდებული გიორგი ბაჩიაშვილის კომპანია Kepler Investment ფლობს, $100,000 ამერიკულ დოლარამდე ჩაირიცხა. ასევე გაშიფრულია დაფინანსების სქემის ის ნაწილი, რომლის მიხედვითაც საქართველოში მიმდინარე არეულობის პერიოდში ბაჩიაშვილის საკუთრებაში არსებული ციფრული ვალუტის ბანკომატებში ხორციელდებოდა უჩვეულოდ მაღალი რაოდენობის თანხების განახდება ლარში, საიდანაც დიდი ნაწილი გამოიყენებოდა აქციებისთვის.